Familie რომ 2025 წლის 5 სექტემბერს გაიმართა უზენაეს საბჭოს სხდომა, რომელმაც აღადგინა საქართველოში კანონიერი ხელისუფლება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხდომა გაიმართა და ეს ყველა ვიცის და ინფორმირებულია მთელი საზოგადოება. ამავე დროს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და დამევალა მე როგორც პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა შემესრულებინა მოვალეობა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის და დამევალა მე ჩამომეყალიბებინა მინისტრთა კაბინეტი. დღეს ვასრულებთ ამ დავალებას უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებას და დღეს თავაზობთ კანდიდატურებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობისგან, რომლებიც დანიშნული იქნება როგორც მოვალეობის შემსრულებელი. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენ ვერ გამოვაცხადებთ, ვერ დავნიშნავთ გარკვეული მიზეზების გამო უშიშროების მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს და სხვა მინისტრებს, ზოგიერთ მინისტრებს და აგრეთვე უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს. ამას სხვა დროს შევაწყობინებ საქართველოს მოსახლეობას. ახლა მინდა წარმოვიდგინოთ მინისტრთა კაბინეტის წევრები. გვარდიის პოლკოვნიკი ლადო გამსახურდია, რომელიც სარგბენილი არის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად. Adoni Lado იმყოფება ახლა უცხოეთში და იმედი მაქვს მალე შემოგვიერთდება. ლადო გამსახურდია დაბადებული არის აფხაზეთში, არის სერიოზული პროფესიონალის თავის საქმესა და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი აი ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისა. კანდიდატურა განათლების მინისტრის კანდიდატურად თავაზობთ ბატონ მერაბ ჩუხუას. ბატონ მერაბს ყველა იცნობს საქართველოში უგრაფად ძვირად გამსახურდიას პოლიტიკური წარმომადგენელი საქართველოს რესპუბლიკაში, არის დოქტორი, პროფესორი, კავკასიოლოგი და სერიოზული მეცნიერი და ეროვნული მოძრაობის ღვაწლმოსილი მუშაკი, როგორც იწვიან, ეროვნული მოძრაობის ახალგაზრდობიდან ჩაბმული, მონაწილეობდა ყველგან, იყო ბუნკერში, იყო სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირების დროს სამეგრელოში, ურთიერთობები ჰქონდა ჩეჩნებთან, ბატონ ჯოხარ დუდაევთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო ჩვენი დასაწყდენი ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც კავკასიაში და განსაკუთრებით ჩეჩნებთან ურთიერთობაში ეხმარებოდა კანონიერ ხელისუფლებას. ქალბატონი თეაქორიძე, პროფესიით ექიმი, წარმოდგენილია ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად. პროფესიონალი თავისუფლების და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საქმეს სერიოზულად გაუძღება ქალბატონი თეა. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად თავაზობთ მამუკა იაშვილის კანდიდატურას. პროფესიის იურისტი, გამოცდილება შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ეს არის სერიოზული კანდიდატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინამძღოლისა და მე ულოცავ ბატონ მამუკას. თხოვთ. შემდეგი კანდიდატი არის დიასპორის მინისტრის თანამდებობაზე წარმოდგენილი არის ბატონი გიორგი უხალეიშვილი. გიორგი უხალეიშვილი თვითონ ახლა არის ემიგრაციაში, არის აქტიური ემიგრაციიდან აქტიურად მუშაობს, რაც თავარია ეროვნული ხელისუფლების მომხრე
ეროვნული იდეალებს მიუძღვა მან თავისი სერიოზული ცხოვრების ნაწილი და მე ვფიქრობ, ეს სერიოზული კანდიდატურაა, მით უმეტეს ის ფინანსთა მინისტრის კანდიდატად წარმოდგენილი არის ბატონი ლევან ხაჭაპურიძე. ლევან ხაჭაპურიძე არის პროფესიის ფინანსისტი, ფინანსებისა და კრედიტის სოციალური დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოღვაწეობდა შემდეგ ბიზნესში, ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელი სამაჩაბლოში. კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად წარმოგიდგენთ ბატონ დავით ფიფიას კანდიდატურას. პროფესიით მსახიობი, იურისტი, სერიოზული ახალგაზრდა კაცია და ულოცავ მას ამ სერიოზულ თანამდებობაზე განაცხადა. რეგიონული განვითარების მინისტრად წარმოდგენილი არის ბატონი დავით ზაქარაია. ბატონი დავითი გახსოვთ მეცნიერი, პროფესორი, პოლიტოლოგი და სერიოზული შენაძენი არის ჩვენი თავისუფლების ბატონი დავითი. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ბექა ხალიბეკაშვილის კანდიდატურას. პროფესიით არის ბატონი ბექა არის იურისტი, ბატონი საგარეო ურთიერთობების დარგში არის სერიოზული გამოცდილება, უცხოეთში აქვს დამთავრებული სხვადასხვა მაგისტრატურა და ასე შემდეგ და ბევრი აქვს ჩამონათვალი და მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბექა არის სერიოზული შენაძენი ჩვენი ეროვნული მთავრობისათვის. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად წარმოგიდგენთ ბატონ ლაშა ჯაჯავას. საერთაშორისო დიპლომატიის კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, მამამისი ჩვენ ხელისუფლების დროს მთავრობის წევრი იყო ბატონი ლაშას მამა. ასე რომ აგზელებს შვილი მამის თავზე არის. იუსტიციის მინისტრად წარმოგიდგენთ ბატონ ზურაბ ცეცხლაძეს. ზურაბ ცეცხლაძე ეს არის მთელი ოჯახი ეროვნული მოძრაობის ზვიად გამსახურდიას ერთგული მხარდამჭერი, მისი შვილი ვაჟკაცი ახლა ზვიად ცეცხლაძე ციხეში იმყოფება, მაგრამ ბატონი ზურაბი აგზელებს ზოლას კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის, აგზელებს ზოლას სამართლიანობისათვის და იუსტიციის მინისტრის თანამდებობა მე ვფიქრობ ყველაზე მიზანშეწონილი და ყველაზე გულშემატკივარი ადგილი არის ის სამართლიანობისათვის და მე ვფიქრობ ამას სერიოზულად შეუთავსებს თავის საქმიანობას. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ბატონ მამუკა ტოროშელიძის კანდიდატურას. ის არის სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, არის ახალგაზრდა ღირსებით სავსე ადამიანი. მე ჩვენ ვილაპარაკეთ, აი დანიშნამდე დიდი ხანია ლაპარაკობთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მას აქვს საოცარი ხედვები, განსაკუთრებით ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი კანდიდატურა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად. ბატონი გივი ბუზიაშვილი, პროფესიით ეკონომისტი, პროფესიით ფინანსისტი, ზვიად გამსახურდიას დროს იყო სერიოზული ეროვნული მოძრაობის სერიოზული წარმომადგენელი, ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელი, ღირსგომარობით მუშაობს ბიზნესში არის, იყო დევნილი საქართველოდან, მაგრამ დაბრუნების შემდეგ, მრავალჯერ დაჭერილი, დაბრუნების შემდეგ
მონაწილეობას ღებულობს საქართველოში ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხებზე და მე ვფიქრობ, რომ მრეწველობის მინისტრად ბატონი გირი არის პირველი კანდიდატი. ბატონი გია თავზარაშვილი გახლავთ თისა და საერთაშორისო და რეგიონების განვითარების სამინისტროს თანამდებობაზე წარდგენილი. ბატონი გია იყო ჩვენი პრეფექტი ხარაგაულის რაიონში, არის მყინვარის სპეციალისტი, მან იცის თაც, იცის ბარიც, საზღვრის რეგიონებზე სერიოზული პროგრამა აქვს ამ კუთხით და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული კანდიდატურა, მით უმეტეს ვერ გამსახურდიას მიერ ხელდასმული ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. ბატონი ნოდარ დიპარტელიანი გახლავთ პროფესიით ფინანსისტი, იურისტი, ამავე დროს სპორტსმენი, რაგბისტი გახლავთ, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ბატონი ნოდარი აგრეთვე იყო ჩვენს პერიოდში შეადგინა გამსახურდიას მიერ ხელდასმული პრეფექტი ლენტეხის რაიონში, შემდეგ მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში და ღირსეული კანდიდატურა არის ბატონი ნოდარი აი ამ თანამდებობაზე. სულ რამდენი კაცი ახლა დამტკიცებული? ხო, აქ არ არის 13-ია, 13. ხო, 2 არის უცხოეთში და ბატონი ბადრი მიხელაძე, მეგობრებო, ბადრი მიხელაძე გახლავთ კანდიდატურა ვაჭრობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად. ბატონი ბადრი არის სერიოზული, განათლებული ადამიანი, მას დამთავრებული აქვს კომაროვის სახელობის სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახლა სამწუხაროდ ბადრი არის საავადმყოფოში და ამიტომ ვერ გვესწრება დღევანდელ პრეზენტაციაზე ჩვენ და ბადრისაც მიულოცოთ ისიც ევნილი იყო 92 წლიდან და ახლა უკვე საქართველოშია და ამ თავმდებას ღირსეულად დაიკავა. მე ვფიქრობ გამოჯანმრთელების შემდეგ. უშიშროებებს არ ვასახელებ. არა, მე უკვე ვთქვი, რომ უშიშროების საბჭოს დივანი, უშიშროების მინისტრი და აგრეთვე ეკონომიკის მინისტრი და ზოგიერთი სამინისტრო, კიდევ 2 სამინისტრო არ სახელდება ამას მოგვიანებით შევატყობინებ საქართველოს მოსახლეობას. მე ვფიქრობ, რომ აგრეთვე მოადგილეები, მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეს ყავს მოადგილეები და ამასთან დაკავშირებით დამატებით გვექნება ინფორმაციის მიწოდება საქართველოს მოსახლეობას მივაწოდეთ და თქვენს გაიგებთ ამათ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ღირსეული კანდიდატები წარმოვადგინეთ, მეგობრებო, და უკვე კანდიდატები კი არა, მინისტრები. აი ამ მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებს ხარი დაუჭირა უზენაეს საბჭოს 25 წევრმა. ჩვენ შეგვეძლოთ 17 კაციანი ჩვენი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით მთავრობის და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას უბრალო უმრავლესობა ჭირდება კანონმდებლობით, მაგრამ უბრალო უმრავლესობა იყო 17 კაცი, მაგრამ ჩვენ ხარი დაგვიჭირა უზენაეს საბჭოს დეპუტატებმა 25 კაცმა. და ეს ყველაფერი არის ლეგიტიმური, ყველაფერი არის კანონიერი და დღეიდან საქართველოს რესპუბლიკაში, საქართველოში ფუნქციონირებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი, აი ასეთი არწივების ესენი არიან ახალგაზრდა არწივები, ზოგიერთი არის კიდევ ძველგაზრდა, მე კი მოხუცი, დაჭრილი არწივი, მაგრამ ფენა კიდევ შემიძლია იცოდეთ ზემოდან. ძალიან მაღლა ფენა შემიძლია და მე ვფიქრობ, ეს გუნდი გამოიყვანს საქართველოს აი ამ მძიმე მდგომარეობიდან და საქართველოს დააყენებს იმ გზაზე, რასაც ქვია ქრისტეს გზა, სვიადის გზა, მერაბის გზა და გილოცავთ ამ წარმატებებს, მეგობრებო, და ეს არის არა მარტო წარმატება, არამედ სერიოზული პასუხისმგებლობა თქვენიდან.
Bizim ababan komşusu. Ben abim var. Huzurla. აბა თქვენთვის ისე ნუ გააკეთებთ რომ სესიაზე მოვითხოვოთ თქვენი გადაღება.